სამარცხვინო დღეში ვართ, აქ რომ ვზივართ ჩვენ და რომ შეგვეკითხებიან, წვენია, რომ ვაჩვენოთ სად არის, არის, მაგრამ იმის ქონა სულ არ იყოს ისჯობი. აი, ასე აფასებენ ქუთაისში საპირფარეშოების მდგომარეობას. ახალი ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად ქალაქში საკითხი ისევ აქტიურდება. თუკი ჩვენი თანამოქალაქეთა ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე არ ზრუნავს მერია, უცხოელ სტუმრებს მაინც ცენ პატივი. ასეთ ცინიზმით სავსე იუმორით აცხადებენ ქუთაისელები. ქალაქში ამ ეტაპზე მერიის ბალანსზე არსებული 4 საპირფარეშოა. მათი უმეტესობა დახურულია, თუმცა ვერც ღია ვერ დაიკვეხნის სისუფთავითა და კომფორტით. სირცხვილია, რომ ასეთ საქართველოს მეორე ქალაქში ასეთ ადგილზე არ მუშაობდეს ტუალეტი. რამე კი არა, მაგია ყველგან პირველი ის მაგი უნდა გადაწყდეს თან მერიასთან, აგერ ბაღში ქვეყნის ხალხი იყრის და სულ იციან შეკითხვება სად არის ტუალეტი, სად არის ტუალეტი, სად არის და ჯერ რომელიც არის ნახე რაც გავს. გადაუღეთ, ერთი დედი გადაუღეთ, სად არსებობს ასეთი იგი. საშინელება. ნიჟარები არ მუშაობს, წყალი შიგნით არ არის და არაფერი არ არის შიგნით. ვერ შეხვა შიგნით კატასტროფა, ანტისანიტარი არის. უნდა მოგვაწვა, ვიმოგოთ თავისებებს უყურებენ მარტო. ეგ 4 მილიონი თუ რაღაცამდე გაფრანგულყოლია და ხალხისთვის არაფერი არ მიუციათ. ამდენი წესზე გაცხადება მაგშედან დავიმაზე პატიეზებს მოპირკეთებს არ ახალს იქშიო. რა ტუალეტი ვერ გაუკეთებს ხალხს რა უნდა მიეხმარო. თავისებებს ისკელებენ მარტო. ტურისტული სეზონის გააქტიურებამდე საპირფარეშოების საკითხის მოწესრიგების აუცილებლობაზე საუბრობს გიორგი გულუა, ქუთაისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი. მისი განმარტებით აუცილებელია არა მარტო არსებულის გახსნა და მოწესრიგება, არამედ მათი რაოდენობის გაზრდა. აუცილებელია, იმიტომ რომ თვითონ ეხა ქალაქში ტურიზმის გეოგრაფიაც იზრდება, მარტო ცენტრში აღარ მოძრაობს ტურისტი, მოძრაობს ძალიან ბევრ ადგილზე უკვე ქალაქში. და ამიტომ იმ ადგილებს, სადაც ეს ხალხი მოძრაობს და არის ასე ვთქვათ აფიქსირებული მათი ასე ვთქვათ გადაადგილება, იქ აუცილებელია, რომ რაც შეიძლება ბევრ ადგილზე იყოს და რაც მთავარია კეთილმოწყობილი სუფთა საპირფარეშოები. რასაც ისინი ელოდებიან, ყოველ შემთხვევაში ისინი ისეთ ქვეყნებიდან ჩამოსულები, რომლებიც ესეთ სისუფთავეს და ასე ვთქვათ კეთილმოწყობილ ტუალეტებს ელოდებიან და როდესაც ხდება ძალიან ცუდ მდგომარეობაში, როგორც აღნიშნე, ცუდი იმიჯი არის ქალაქისთვის ძალიან. არსებულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ქუთაისის მერიაში. ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის განმარტებით, ქალაქში მერიის ბალანსზე არსებული 4 საპირფარეშოს ისჯარით გასხვისების მიზნით უკვე გამოცხადდა აუქციონი, რომელიც 2 კვირაში დასრულდება. პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ გაიჯარებული საპირფარეშოებიდან ბიუჯეტში შემოვა გარკვეული რაოდენობის თანხა. ეს არის მინიმუმ საწყისი ღირებულება 850 ლარი, რომელიც შეფასებულია ექსპერტის მიერ. ეს არის 4-ვე საპირფარეშოს ღირებულება. ჩვენ მივეცით მოქალაქეებს საშუალება, რომ მეტად გამჭვირვალე იყოს ეს ყველაფერი. აუქციონის წესით მოხდება ამ არსებული საპირფარეშოების გაიჯარება, ლოტები გამოსულია ცალკე, შესაბამისად ყველას ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა არსებულ აუქციონზე. გიორგობიანის განცხადებით ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება ტურიზმის დეპარტამენტთან და ახალ ლოკაციებზე საპირფარეშოების მოწყობა იგეგმება. ასე თუ ისე, თემა რომ პრობლემატურია და გადაჭრას მოითხოვს, თუნდაც ის ფაქტი მიუთითებს, რომ მოქალაქეთა ელექტრონული ინიციატივების ფარგლებში სწორედ საპირფარეშოების საკითხმა გაიმარჯვა ხმათა უმრავლესობით. შედეგად მერიას ვალდებულებადაც აქვს აღებული პრობლემის მოგვარება. თამარ ქავთარაძე, ტელეკომპანია მეგა ტივისათვის.